თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთა ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სასამართლო პროცესს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრებოდა. მურთა ზოდელავამ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა. ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის ასევე შეეხო ბოლო პერიოდში ყოფილი თანამდებობის პირების კორუფციის ბრალდებით დაკავებებსაც და განაცხადა, რომ სწორედ ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც მათ ამხელდა და არაერთი განცხადება ჰქონდა პროკურატურაში მათ წინააღმდეგ შეტანილი. ხაბეიშვილის თქმით, პრაქტიკულად ყველა ვიზიტის წლების განმავლობაში საუბრობდა ახლა განსასჯელის სკამზე-ზის. მე შევედი საფრანგეთში ვარ და ტელევიზორში უყურებ რას, მე რომ პარლამენტში ვიყავი და ვამბობდი, რომ მიქაუტაზე მე მიკროფონს თავდი. აი მოსამართლესაც მინდა ეს. მე მიკროფონს თავდი და ვამბობდი, რომ მიქაუტაზე არ კორუფტირებული. მაგას გამოდიოდა ხალხი ზარკვები ისე რაბია ბოლსკები და ხაბეიშვილი თქმის მაცრა ეს ეხლა მაგარ მოიგონა თორე რა კორუფცია დაიჭირეს მიქაუტაზე კორუფციაზე. ხარიბაშვილზე პირდაპირ რომოდიოდა როგორ პრემიერ-მინისტრი ვამბობდი კრიმინალია ხაბეიშვილი არის მასხარა იმა და ეხლა ნაციონალური მოძრაობა რო ლაპარაკობს დაიჭირეს ხარიბაშვილი ჯუაშელი მოვიდა პარლამენტის სხდომაზე ალბათ სამკასპო კითხვა დასწრული კიდე და ერთ-ერთი მე ვიყავი კითხვა კი არა ვამბობდი რომ ფუდი ხარ არა ხაბეიშვილი ეს ეხლა იმის თქვა ჯუაშელზე იგივე ვილუაშვილზე რო ვამბობდი რომ კონცენტრებით ხო ობახიზე და დინარაზე ყველა დღე ატარებდა დიფიქსო არა ხაბე კონცენტრები კი არა საქართველოს შე კეზრაში სამ კონცენტრები ორი წელი ამას ლაპარაკობდი და ზღაპერს ლაპარაკობდი ფარცხალაძეს არ კონცენტრები და ამის დანასესლად გადაიქცევ ფიზიკურად იწევდე პარლამენტში ესე იგი ვილუაშვილს არ კონცენტრები არა თქვენი ახლა ციხეში არ შეცადუზი არის სხვადასხვა მე მეორე საკუთზე ყავს განსასწრებული საავარო ფარცხალაძეზე ვამბობდი არა თქვენი ეს როგორ არ არის ხალხო მე რატო ვარ იმის მაგალითად მე ვარ ჩინინდა მოევადებინა და ეს თქო ეს არის თავი გამოძიებია აღებული რომ ჩემი განცხადებები შპარგალკასავით და მიყვებიან ერთ-ერთი და კაცი არ დათო მიზნებს პირო კორუმპირებულია მიყვებიან და იყო ბიჭები თუ ყველაფერს გარდაცვალო ერთი კაცი მიხაილო ლევან შეცდი და აი ამას ეხლა თქვენ არასწორად რიტორიკულად კიდე თქვენ პროსტი არ ჩნდება არ თქვენ დიაგოგბართ ისე ზოგადად ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულა სეზონში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის ფულადი თანხის შეთავაზების ბრალდებით დააკავა. ბრალის საყენების შემდეგ კი გაირკვა, რომ მას ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებასაც ედავებიან. ამ ორივე ბრალით ოპოზიციონერ პოლიტიკოს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ხაბეიშვილთან ერთად 11 სექტემბერს დააკავეს მურთა ზოდელავაც. ზოდელავას ხაბეიშვილის მობილურის გადამალვას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. ზოდელავას ამ საქმეზე ბრალი გამოძიებისთვის ხელი შეშლის მუხლით წაუყენეს და გირაოს შეუფარდეს. მოგვიანებით 4 ოქტომბერს ზოდელავას სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს.